რუბინეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ რა ქვია გადამამუშავებლად ნავთობის ამ რეგიონში და მთელი მოცულობა არ იქნება იქაური ქარხნების საკუთრებაში, აი ესეც ისწრაფით გადაამუშავონ ამ რაოდენობის ნავთობი. ხო, ერთ-ერთი ახლა ის რჩება, რომ სადღაც პალიასტომთან ბენზინა თუ ამოხეთქა და პირდაპირ იქიდან ნავთობი ბენზინი წამოვიდა პირდაპირ და მაგას ავსებენ. ისე კი ხო არ არსებობს ახლა მაგის ახსნა, გარდა ორი ახსნისა, რომელიც დღეს ბრიფინგზეც თქვით, ერთი ეს არის დოკუმენტაციის გაყალბება, ანუ შემოტანა აქ უკვე ნავთობპროდუქტის რუსეთის დიდი ალბათობით რუსეთის ჩრდილოანი ფლოტის მიერ და ნუ იცი რომ აქ ნოვროსისკის პორტი ძალიან ახლოს არის და უკვე რამოდენიმეჯერ არის ყუდევის ტერმინალში შემჩნეული ის გემები, რომელ გემებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმით დასდევს, რა ქვია, გამანადგურებლები დასდევს ძირითადად ოკეანის გადაღმა ახლოს თუ იპოვა სადმე. ერთი ვერსია ეს არის, რომ გადაარქვეს სახელი, გააყალბეს იდეაში დოკუმენტაცია და ასე გაიტანეს და ნუ მეორე ვერსია, რომელიც ახლა მეცნიერულად უბრალოდ შეუძლებელი არის ის, რომ შემოვიდა ნედლი ნავთობი აგრეთვე რუსეთიდან, იმიტომ რომ სხვა ადგილი არ არსებობს აქ, ვინ შეიძლება ნავთობი შემოიტანოს და გადამოგვისა, რა ქვია, გადაამუშავა აქ იმ ქარხანამ, რომელიც უბრალოდ არ არის დამთავრებული და დამთავრებული ქარხანა ამ მოცულობის ნავთობს უბრალოდ ვერ წაიღებს. და დამაძებელი გარემოება აქ ამ ყველაფერს ის, რომ მაგალითად იმ შემთხვევაში ეს ნავთობი უკვე გატანილია იანვრის თვეში სამ ქვეყანა თურქეთი, სინგაპური და მალტა, რასაც ამბობს საქსტატი. მალტა არის ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა და ეს შეიძლება იყოს ძალიან მძიმე გარემოება იმ გზაზე, რა გზასაც ქვია საქართველოს სანქცირება და აი ამ ამბის შეტანა მე-20 პაკეტში ევროკავშირის სანქციებისა. ეს რაც აი ესეთი განჭვრეტადი ამბავი შეიძლება იყოს, რაც მოყვება ასეთ მაიმუნობას პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ განუჭვრეტელია მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება, შეერთებული შტატების დამოკიდებულება, იმიტომ რომ ვიცით, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე რა დაუძინებელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისთვის და აქ ახლა პირდაპირ ხედავთ ნიშნებს, როგორც ყველა სხვა პროდუქტში, აქაც ხედავთ ნიშნებს, რომ საქართველოს გამოიყენება რაღაცა მეკობრეულ ტერიტორიად, რომელიდანაც რუსეთი მარაგდება და რუსეთიდან საღდება ის თვირთი, ის საქონელი, რომელიც არის სანქცირებული. ნუ აი, რა ვიცი, ახლა კომიკური ჟანრი არ არის, იმიტომ რომ საშიშია მართლა ქართული ფინანსური სტაბილურობისთვის, თორე ნუ რაღაცა ანეკდოტი არის უკვე, რომ საქართველოს ორი მთავარი საექსპორტო პროდუქცია, ეს არის ნავთობპროდუქტები და ავტომობილების ექსპორტი. არც ერთ ავტომობილები კიდე გასაგებია ხო ახლა. კი, გასაგებია, მაგრამ ნუ ახლა რა ექსპორტი. რა თქმა უნდა, სანქცირებული რუსეთში გატანა ამას ხო იცი როგორც ხა ბევრჯერ გვაქვს მე შემეზე ლაბორატორიები ყირგიზეთი არის ქვეყანა სადაც საქართველოს გაზარდა კატასტროფულად ბანკანების გატანის რაოდენობა სახმელეთო გზით გადის ეს რუსეთის გავლით და ყირგიზეთში არ ჩადის რაღაცა აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვები მაგრამ თანაფარდობა იყო რაღაცა 1-10-თან ანუ აქედან მიდის 10 და იქ ჩადის 1 იმიტომ რომ გზათ ანუ აქ თავსაც არავინ არ იღლის რომ რაღაცა მეტად ისქნას დამალოს ეს ყველაფერი და შეკაზმოს პირდაპირ ავტოსალონებში ტოვებს გზათ საქართველოსთან გადის იმიდან რა ქვია ჩრდილოეთ გამშვები პუნქტიდან რუსეთთან და გზად ლარსის გამშვები პუნქტიდან გზად ტოვებენ ავტოსალონებში რუსეთის ქალაქებში და ყირგიზეთში ძირითადად ცარიელი ტრაილერები ჩადის ხოლმე. ამას რა რეაქცია შეიძლება მოგოს? განსაკუთრებით ნავთობს ხო იყო ახლა საუბარი ევროკავშირის მხრიდან რომ შეიძლება დასანქცირდეს ყოლები? კი, არის ამას ძალიან დიდი რისკია. ამას რომ სოკარს ეკუთვნის, ხო? კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სოკარს ეკუთვნის, მაგრამ ნუ ვიცით რომ აქ მეწილეები ყავს ძალიან საერთო ამბებში გარეული. იმ თვალსაზრისით რომ ერთის პროექტი არა ხალხი ოჯახი ხა აქ დასამალი არაფერი არა და რომელიც არიან პარტნიორები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თუ ერთ-ერთ მაღალჩინოსანის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ აგერ ეს ხალხი უცებ საოცარი მანქანებით ბიძინა ივანიშვილის ქონებებს რომელიც ყველამ ვიცით ახლა ლაგუნავერი ასე შემდეგ ამებს ეპატრონება აი ამის პარალელურად როდესაც თავიდან კარგად ავხსნათ საუბარი არის მაკა ასათიანის საუბარი არის ხო გოგელი ასათიანების ოჯახზე რომელიც არის მეწილეები მაკა ასათიანის ქმარზე და ამ ოჯახზე რომელიც არის მეწილეები ოფიციალურად გაფორმებული არის კავტონ მაგას შვილზე კახი ჟორდანიაზე მეწილეები ყულების სპორტის რეალურად ისინი რაღაცა მესვეურები ვინც ეს
ეს ამბავი აქ გააკეთეს, ეს ხალხი ანუ რა იმას მერე რაც აი ყოლები აქტიურდება, პარალელურად ხედავთ როგორ ხდება გადაყიდვა, გადაცემა და გადაყიდვა ივანიშვილის ქონებისა, მაგალითად აი ლაგუნას ვერეს და აბრეშუმის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ეს განთქმული ჯოჯოხეთი, რომელიც უნდა ააშენო მრავალსართულიანი, ის ბიძინა ივანიშვილის აღარ არის, ეხლა არის კახი ჟორდანიასი. იმის უკან როგორც ვიცი აგრეთვე ყოფილი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, იქაც უცებ იქაც კახი ჟორდანია, ანუ რაღაცა ფლობელი ხდება მთელი ამ ქალაქის ზონის ერთი დიდის და ამის პარალელურად ხედავთ აი ის რაც ხდება ყულევში. გემები რომლებიც არიან საერთო წარმომავლობის გემები რომელზეც არა მარტო ჩვენ ვამბობთ, არამედ შეერთებული შტატებიც ამბობს, დაფიქსირებულია ეს გემები როგორც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილი, ეს გემები აღმოჩნდნენ ამ ტერმინალში და აი ეხლა უკვე ეს რაღაცა სიგიჟე 3224%-ით გაზრდილი ექსპორტი ნავთობპროდუქტებისა საქართველოსთან ერთ თვეში მე რა მარტივად ჩვენ მაყურებელს რო ესმოდეთ მოცულობა ამ ნავთობპროდუქტებისა ფინანსური მოცულობა არის 56 მილიონი 58 მილიონი დოლარი. ამ მოცულობის ნავთობი გავიტანეთ მთელი წინა წლის მანძილზე. მთელი წინა წლის მანძილზე საქართველოსთან ასეთი ნავთობპროდუქტები გავიდა ჯამში 80 მილიონი დოლარის. ანუ ერთ თვეში ფაქტურად 70% არის გატანილი 70% გავიდა იმისა, რაც მთელი წლის მანძილზე იყო და წინა წლებში მე მგონი კიდევ უფრო ნაკლებია. ანუ აქ თუ ვინმე საეჭვო სამეს ვერ ხედავს, ხო, ეხლა არ ვიცი მაშინ რა შეიძლება დაინახოს საეჭვო. ეს არის კლასიკური სანქციების გვერდის ავლა და ჩვენ ბრიფინგზეც მოვიტყოვეთ, რა ვიცი, ეხლა არ მგონია რომ ამან უშუალოდ დიდად, მაგრამ გაასაჯაროონ ინფორმაცია რა არის, რა ნავთობია, იქნებ ჩვენ ვწდებით და იქნებ ისინი არიან მართალი, მაგრამ გუშინ ისა რა ქვია, ლადო ბოჟაძის ენის ბორძიკის მედი მე ვერაფერი ვერ მოვისმენია ამ საკითხზე პასუხი რა არის. ერთ-ერთი თქვენს რომ სოკარის არის რაღაცა ეს მოვისმენია. ხო, უცებ ახლა აზერბაიჯანელებზე გადაბრალება დაიწყეს, რაც საშიში ტენდენცია არის, მათ ვეთქვი ჩვენ უახლოეს პარტნიორებს და მეზობლებს ასეთი მძიმე რაღაცეები ესე უპრინციპოდ და უცერემონიოდ დააბრალო, არც ისე კარგი დიპლომატიური სვლა არის, მაგრამ თქვენ ხედავთ ახლა ჩვენ მეზობლებთან როგორ ფუჭდება ურთიერთობა იმის პარალელურად, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები ამ რეგიონში შეერთებული შტატების, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთადერთი 2009 წლიდან და ეს სტრატეგიული პარტნიორობა ირაკლი კოლბახიძის და ბიძინა ივანიშვილის გამო შეწყდა. მას შემდეგ რაც ჩვენ ხედავთ ტენდენციას, რომ ჩვენი ორი არის მეზობელი, ასე ვთქვათ და უახლოესი პარტნიორები, სომხეთი და აზერბაიჯანი, აი ამ რუსეთის სისუსტეს და აი ამ ვითარებას და შესაძლებლობის ფარჯარას იყენებს სწორად და მათი მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორი ხდება ამერიკის შეერთებული შტატები და იცით რომ ახლა ერთის და მეორეს ვაშინგტონში იმყოფება. ამის პარალელურად საქართველოში პარლამენტი განიხილავს კვერცხის ზომას, ფასს და როდის არის ხელსაყრელი მისი დადება და მეორეს მხრივ არის აი მასირებულად ჯოჯოხეთურ მასშტაბში დაკავებული სხვადასხვა სანქცირებული პროდუქციით ვაჭრობაში და გატან-გამოტანაში რუსეთის ფედერაციასთან. აი ეს არის სამწუხარო და ტრაგიკული რეალობა, რომელშიც ეს ქვეყანა აღმოჩნდა. კი ბატონო, ამ ვითარებაში თქვენ რა გამოსავალს ხედავთ? ამ თემაზე უნდა გადავიდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ოპოზიციის რაღაც ნაწილი ხედავს გამოსავალს გაერთიანებაში. და აღმოჩნდა რომ ნელო არის ამ ყველაფრის წინააღმდეგი. დღეს თქვენ თქვით რომ არანაირი გაერთიანება, ჩვენ არაფერი არ გვაინტერესებს. თუმცა ამ ეტაპზე გაერთიანებას არ ლაპარაკი რაღაც დეკლარაციის ხელმოწერაზე არის ჯერ. მაგრამ ამასაც არ უერთდებით როგორც მე. არა. ხო და მაშინ რაში ხედავთ გამოსავალი? გამოსავალი არის ერთადერთი მწყობრი სტრატეგიით ის სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის სიარული, რომელიც ივანიშვილს დაამარცხებს და მოაშორებს ამ ქვეყანას. ხო, აი ყველა ეს პატარა ამბავი, ყველა ნიუსი, ყველა თემა მივანიშნებს ერთი და იგივეს განსაკუთრებით უკანასკნელი თვეების მანძილზე, რომ ეს ხალხი საშიში ხდება, არა მარტო უბრალოდ ამ ქვეყნის რაღაცა კეთილდღეობისთვის ან რაღაცა დროებითი პრობლემა, არამედ საშიში ხდება საერთოდ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის. ანუ საქართველოს სუვერენული სახელმწიფო შეიძლება ვეღარ იარსებოს, საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფო ვეღარ იარსებოს ამათ პირობებში, იმიტომ რომ პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულ საქმიანობით არის დაკავებული. ჩვენი სტრატეგია არის. აუცილებლად თვითონ ერთიანობის წინააღმდეგი არა ვართ, ძალიან არასწორი იქნება ამას დავარქვათ ერთიანობის წინააღმდეგი. პირველში ვიტყვი ერთ რამეს. ჩვენ ვართ მაგალითად ქართული ქარტიის ხელმომწერები, ქართული ქარტი არის ერთ-ერთი ყველაზე დამეთანხმები ალბათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შინაარსობრივად გამართული და სტრუქტურული დოკუმენტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის შორის ყოფილა შეთანხმების საგანი, სადაც საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, როგორც ქცევა, სტრატეგიული სვლები, ძირითადი საკითხები, რომელზეც საჭიროა შეთანხმება და აგრეთვე
ერთგვარი სტრატეგია როგორი უნდა იყოს შეთანხმებები მას შემდეგ რაც ივანიშვილის ხელისუფლებიდან წავა. ჩვენ ამ დოკუმენტს ხელმომწერები ვართ. ამ დოკუმენტს თითქოს ჩვენ ძალიან პასუხისმგებლად ვეკიდებით იმას თუ როგორ შევდივართ ერთობებში და ალიანსებში და ჩვენ არ გაგვიტანა იქიდან ხელმოწერა და ის დოკუმენტი რომელსაც ახლა დეტალებში არ მოყვები, იმიტომ რომ საჯარო არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ მას ვიცნობთ ხო, გაგვაცნეს ეს დოკუმენტი. ძირითად რეფერირებას აკეთებს ქართულ ქარტიას. ქართულ ქარტიის ხელმოწერებით ვჩებით, იქ პრობლემას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თვლით რომ არის გარკვეული სტრატეგიული სწორი ხაზები, რომელსაც უნდა გავყოთ. ეხლა უბრალოდ ლაპარაკი, შეხედეთ, ჯერ იყო ლაპარაკი რაღაცა ერთობისთვის თვითმიზანი არ არის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ყოველდღიურად პრობლემა ექნება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, ერთობა უბრალოდ თვითმიზანი არ არის, ერთად რომ დავდგეთ ეგ რამეს ცვლის, ივანიშვილი უფრო სუსტი ხდება იმ წამს, როდესაც ჩვენ ერთად ვდგებით, რაღაცა დიდი მოცემულობა იწვება, არა. ივანიშვილი მაშინ იქნება მაშინ შეექმნება პრობლემა, როდესაც ერთიანი სტრატეგიით ან რაღაცა სტრატეგიით მის დაზიანებას დავიწყებთ და მის ხელისუფლების ფუნდამენტების გამოცვლას და მის მოშორების პროცესი რეალურად დაიწყება. ესეთი ერთობა, რაც ახლა არის ლაპარაკი, ჩვენ არ ვთვლით, რომ არის ის ერთობა, რომელსაც აი ერთიანი სტრატეგიული ხედვა, რომელიც ამას გააკეთებს. ქართულ ქარტიაში, რაც წერია იმაზე, შეჯერებულები ვიყოთ, არავითარი დამატებითი მემორანდუმები და დოკუმენტების ხელმოწერა საჭირო არ არის. ეს ერთი. მეორე, ჩვენი კოლეგები ამბობენ დღეს განსაკუთრებით სხვა ჩვენს რომ იცით რა, ლაპარაკი არ არის რაღაცა ერთობაზე და ერთსახოვნებაზე და ასე შემდეგ, არამედ ლაპარაკი არის ქცევის კოდექსზე. მე რა, არ ვიცი, ალბათ დამეთანხმები. ქცევის კოდექსი რა უნდა იყოს, ხო? პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველ რიგში ეს არის რაღაცა ერთგვარი თავდაუსხმელობის პაქტი, ხო? არა ერთმანეთს გაკრიტიკების შინაარსობრივად ან განსხვავებების არ გამოკვეთს. უბრალოდ თავდაუსხმელობის, იმის არ დაბრალების, რაც არ არის მაგალითად შენი კოლეგა ან ოპონენტი. უბრალოდ აი ამ რაღაცა კინკალაობის თავიდან აცილების, კინკალაობა, რომელიც წისქვილზე ასხავს მხოლოდ ივანიშვილისა წყალს და მეტი სხვა არაფერი. ამ ერთგვარ ქცევის კოდექსს ლელო ძლიერს საქართველოს ცალმხრივად აი იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენი შეხედულებები გაიყო, ხო, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ცალმხრივად ვიცავდით და ვიცავთ დღემდე. ვიცავთ, იმიტომ რომ თვლით, რომ მაშინაც ვამბობთ, ეხლაც ვამბობთ, რომ აი ეს ოპოზიციის ოპოზიციონერება, რომ არ არის სწორი, უპირატესობის მოპოვება თუნდაც აი რაღაც ელექტორალური თვალსაზრისით ან რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფების ერთგვარი თავის მოწონება იმით, რომ სხვა გალანძღო ოპოზიციაში, ეს ჩვენი სტრატეგია არ ყოფილა არასდროს და არც ეხლა არ არის. ვიტყვი, რატო არ ვაწყობთ? თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ეს არ არის ჩვენი სტრატეგია. თუ ეს არის ჩვენი კოლეგების აი ამ რაღაცა შეთანხმების და მთელი ამ ამბის, რომელსაც ბოლოს ამ კვირა აქტიური ლაპარაკი მიდის. შინაარსი პირდაპირ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენ დასხმას, არაფერზე ხელმოგწერა ამისთვის არ გვჭირდება, ჩვენ რა ჯელტმენებს შეთანხმება ძალიან დიდ პატივს. ჩვენ და ამას ისედაც ვიცავთ. ეს ამას ყველა ხედავს. ყველა ხედავს საქართველოში, რომ ჩვენ ამას ვიცავთ ნახევარ წელზე მეტია უკვე. არ გვჭირდება ჩვენ რაღაც დამატებით დოკუმენტებზე ხელის მოწერა ამის გასაკეთებლად, ან თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ისევ ვართ ქართული ქარტიის ხელმოწერები. ჩვენ თვლით, რომ ეხა პოლიტიკური განაცხადი გვაქვს გაკეთებული დამოუკიდებლად უნდა ვიაროთ იმისთვის, რომ ჩვენი ელექტორატში, ჩვენ საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც ჩვენ საინტერესო ვართ, გამოვკვეთოთ ჩვენი უპირატესობა, ვაჩვენოთ ის, რაც დღეს ჩემი აზრით თავარი პრობლემა არის ქართულ პოლიტიკურ ველზე, ანუ ყველას ეცნის, რომ ივანიშვილი ცუდია. რამდენი შეგვიძლია ველაპარაკოთ, ერთმანეთს დავეთანხმებთ და დარწმუნებული რომ ამორჩეულებისკენ თქვენი მაყურებლის უმრავლესობა დაგვეთანხმება, რომ ცუდია, უბედურება ხდება. მაგრამ პრობლემა არის ალტერნატივის დანახვაში. ქართული საზოგადოება ვერ ხედავს ისეთ სათანადო ალტერნატივას. არ ჭირდება ამას გაერთიანება, მე რა ჩემი აზრით ამას ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს იდეა, აი გავერთიანდეთ, ეს იდეა იმდენ დაზიანდა, იმდენ ჯერ გამოიწვია მცდარი მოლოდინები და შემდეგ არ გამართლა ეს მოლოდინები, რომ ვიძახეთ, რომ აი ერთად დავდგებით და ეს არის ფორმულა და всё, ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება და ეგრე არ მოხდა არც ერთხელ, იმიტომ რომ ეგრე არ ხდება. შეთანხმება სხვა რამე არის, ერთი არის ნდობა. შეხედე მთავარი არის ნდობა. რომ პოლიტიკურ ძალებს შორის ერთად დგომა რაღაცა ბოდიში ამ ჟარგონისთვის, თქვენი სატელევიზიო ჟარგონისთვის, კარწინკა ხო არ არის მთავარი. აი პირდაპირ მინდა გულწრფელად თქვა ჩვენი მოგ თავარი ხო კარწინკა არა. ამ დრომ ხო ჩაიარა, რომ თავარი შეიძლება იყო რაღაც საზოგადოებას დავანახებთ, რომ ყველანი ერთად ვდგევართ და ყველაფერი კარგად იქნება. თავარი არის ნდობა. ნდობა პროცესისადმი, რომ ეს პროცესი არის ის, რომელიც წარმატებამდე მიდის, ნდობა, რომ ყველა აქტორი, რომელიც მონაწილეობას იღებს ამ შეთანხმებაში, იმ წესებს დაიცავს და იმ ტექსტს დაიცავს, მაგალითად, რომელიც შეთანხმებაში წერია. ეს ნდობა დაზიანებულია.
პირდაპირ თქვა, დაზიანებულია. ეს გამოიწვია არ შევალ დეტალებში. არ არის ჩემი საქმე წარსულში ეხა ბევრი რამის ქექვა, იმიტომ რომ მომავალია ძალიან მძიმე და ამ მომავალში ბევრი ენერგიაა საჭირო დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში. არ შევალ ამ დეტალებში, მაგრამ ნდობის პრობლემა არის სერიოზული. ნდობის პროცესში და ნდობის იმაში, რომ ყველა დაიცავს იმ წესებს და იმ ერთობებს, რომელიც წერია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თქვათ, როგორ უყურებთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოსწორებას, როგორ უყურებთ ეკონომიკის გამოსწორებას, როგორ უყურებთ სხვადასხვა კომპონენტებს იმ სტრატეგიის, რომელიც ივანიშვილს დაამარცხებს, აქ თუ შინაარსობრივი თანხმობა გვექნა იმ 8 პარტიასთან თუ 7-თან თუ 8-თან, რომელიც ლაპარაკობს, რომ იმას ხელს მოაწევს, გვექნება და თავდასხმას ისედაც არ უაპირებთ არავისზე ზედმეტად და უაზრო თავდასხმას არ უაპირებთ, როგორ უაზრო თავდასხმას ჩვენ ბევრი მიგვიღია შენ კი იცი ბოლო თვეების მანძილზე. მაგრამ თუ იქნება შინაარსობრივი თანხმობები, ეს შინაარსობრივი თანხმობებს რამე ის კი არა რომ მანტრა, რომ არავისთან ყველას პოლებს უნდა გავიმიჯნოთ. იქნება და ვითანამშრომლებთ ამ საკითხებში კონკრეტულში. მაგრამ ჩვენ ვითანამშრომლებთ მათ შორის გახარიას პარტიასთან, იქაც შეიძლება გქონდეს გარკვეული თანხმოები და ჩვენი კოლეგების უმრავლესობა მაგალითად მეორე მხარეს იძახის, რომ მიუღებელია და საერთოდ უნდა ველაპარაკო და კეთროვანია და ჩვენ არ ვთვლით ეგრე, ჩვენ თვითონ ისინი ფაქტორი არიან. არავისთან ეხლა დღეს აი ხოლმე არა, არავისთან არ ვერთიანდები, კაცო. ჩვენ იმიტომ რომ იქ იყო კონკრეტული სტრატეგიული ამოცანა, რომელშიც ჰქონდა თანხმედრა მერაბ და იქ იმიტომ გავედით არჩევნებზე საერთო ძალებით და თუ გვექნება ასეთ თანხმედრა სხვებთანაც კონკრეტულ მოვლენებში, კონკრეტულ საკითხებში, ამას ვნახავთ იმ მომენტში და იმ პროცესიდან გამომდინარე რა პროცესსაც დავინახავთ ეხლა. ეხლა მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. შეხედე პატივისცემას თუ ვისწავლით იმის, ანუ დობა აღდგება როდის? დობა საზოგადოებასაც პროცესის დობა გაუჩნდება მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ რაღაცა ჭყალებში ვიტყვი, დიდი ბიჭებივით და დიდი გოგოებივით იქცევა ქართული ოპოზიცია, ანუ შეუძლია მაგალითად განსხვავებების ატანა. შეუძლია იმის ატანა, რომ ვიღაცა ითქვას, რომ მე ჩემი გზა. დიდი ბიჭებივით მოქცევა არის ის, რომ ერთმანეთის დაჭმა თავს დაანებონ და გაერთიანდნენ. ასე უყურებს. მე ხო ჭამი მაგის ალტერნატივა. ერთიან ძალად ჩამოყალიბდნენ. ანუ არა, ხო და არ არის. ერთფეროვნება არის ის, რადგანაც ივანიშვილს მიხავს ქართული პოლიტიკური პროცესი დიდი ხანი. ერთფეროვნებაზე და მაგიარლიხის მიკერებაზე, რომ ყველანი ერთ ქვაბში ხარ და ისედაც ერთნი ხარ. არ მინდა ამ დროს მაგით მოიგო, ხო გვახსოვს ახლა რა სტრატეგიით მოიგო, რომ შუა უნდა გაიგრიფოს და ჩვენ და მიშავა. ძალიან ცუდია. და ასე მოიგო. კატასტროფაა. ასე მოიგო არჩევნები 2012-ში. ხო, ანუ გამოდის რომ იმუშავა ერთი ერთზე. შენ ხარ ხელისუფლება, მე ვარ თავარი ოპოზიცია. ის იმუშავა. მე ვარ თავარი. ხო, როცა ოპოზიციაში იყო, მაგას ვამბობ. როცა ოპოზიციაში იყო პროცესში, როცა ამან იმუშავა, შეხედე ივანიშვილი როცა ოპოზიციაში. გავიგე, მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ ამან როდის იმუშავა. ხო და თუ მიშას წინააღმდეგ არასდროს არ ყოფილა ეგა. როგორ არ ყოფილა, კაცო, ყოფილა მომენტ. აი მაგრამ როდის არ ვიყავით ერთიანები, სანამ ის იქნებოდა, ქვია, თვითმმართველობის არჩევნები. არ ვიცახდით როგორ. აი ახლა ბოლო თვითმმართველობის არჩევნები. ერთი როგორ დახერ ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებდა, ახლა 80%. ამის წინ თქო, სანამ გაიყოფოდა ეს გზები, აი მაგრამ 24-ის არჩევნებიდან 25-ის არჩევნებამდე. ხო ვიყავით ერთიანები. იქ ხო იყო ბევრი აქტორი, რომელიც დღეს ერთიანობისკენ გვიბიძგებს, ბევრი ეგეთი აქტორი იყო, რომელიც ყველანაირად რეივდა სხვადასხვა ფორმატებში. რომელიც 4 ცალ-ცალკე ჯგუფად გახვედით 2024-ის არჩევნებში. ხო ასე. შუალედზე ვაპარაკობ, მე არჩევნებზე ხო ვაპარაკობ, არჩევნებში კი ეგრე. შუალედი გავიგე, მე გელაპარაკებით გენერალურ ბრძოლას როგორ ხვდები. და გენერალური ბრძოლა, შეხედე არჩევნებზე ხო, არჩევნებზე იმ მომენტში დავუბრუნდეთ, როცა არჩევნები შეიძლება იყოს და ჩვენ ვამბობთ, რომ როდესაც ასეთი მომენტი დადგება, რა თქმა უნდა, ლაპარაკი დაიწყება იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს საარჩევნოდ. მაგრამ არჩევნებს ხედავსად მე? დაინიშნა. არა, არჩევნებს ხარ ხელა, მაგრამ ამისთვისაც ბრძოლა არის, ხო საჭირო? შეიძლება მე არ ვიცი. ამისთვისაც ხო ბრძოლა არის საჭირო, რომ მე ვიბრძოლო ახლა რაღაცა ერთობას ხელი მოვაწერო, ერთ კარწიკაში. იმიტომ რომ ხალხმა ალტერნატივა დაინახოს, ამაზე. ხალხი ალტერნატივას ისე დაინახოს, როდესაც მე ვიტყვი, რომ მე ეს ხედვა მაქვს. როდესაც შეუძლია რომ რა ვიცი, სხვა კოლეგებს, ნაცნობ მოძრაობას თქვას, რომ მას ეს ხედვა აქვს. და ამ ალტერნატივებში დაინახოს საზოგადოება რა არის სწორი და ამაში შეგვიძლია შევჯერდეთ შინაარსობრივად. პირველად ხო შეიძლება, რომ შევჯერდეთ რაღაცებზე შინაარსობრივად. ხო და შევჯერდეთ ეს დოკუმენტი ეგაა. და მეორეს მხრივ მორალი პოლიტიკიდან არ გავწიოთ და ის ნდობა, რომელიც ადამიანური და პოლიტიკური ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ვინმეს თუ გონია პოლიტიკა ეს მართლა ეს ბინძური საქმეა, რომელშიც ნდობა არაფერ შუაში არა, ყველაფერი უნდა ანუ სხვების მიმართ ნდობა არ აქვს, ამაზე ესაუბრე. პროცესის მიმართ ნდობა არ აქვს, პროცესის მიმართ. იმიტომ რომ ასეთ პროცესებს არასდროს არ გამოუტანია ის შედეგი, რა შედეგზეც ეხა იდეალისტურად ჩვენ ველაპარაკები. შეიძლება ბევრი რამე ზოგადად, აი გამოთქმა არსებობს მაგაზე. ბევრი რამე შეიძლება ცხოვრებაში, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ გვინდა რომ
გამოუკიდებელი განაცხადი გავაკეთოთ. ჩვენ არ გვინდა რომ ისეთი პროცესის ნაწილი ვიყოთ, რომელიც პროცესისაც არ გვიჯერა ბოლომდე. ანუ ნაცებთან არ გინდათ ერთიანი. არა, ეს ხო არ მithქვამს. არა, ყველა ერთ ქვაბში არ გვინდაო რაღაცა, ნუ მაგაზე ერთი არლიყი მოგვეწებოს არ გვინდა. და ასე შემდეგ. ჩემთვის არ მინდა რა, აი ეგი ცუდი არლიყები რო იქ რაღაცა ნაცთან არ მინდა და იმასთან არ მინდა. არა, მაგას ჩვენ არ ვამბობთ ესე, არა. რეალურად მაგას ნიშნავს. ეს სწორედ არა, მაგას არ ნიშნავს. შეხედე არ მინდა რომ იმ კონტექსტში განვიხილოთ კიდე პოლიტიკური მოცემულობა რა კონტექსტით ჩემი აზრით ივანიშვილს აწყობს. მე ამას არ ვარქმევ რომ ყველანი ნაცები ხართ. მე ამას ვარქმევ იმას რომ აი ერთი არლიყი მარტივი მისაკერებელი როდესაც შენს წინააღმდეგ იბრძვის რუსული მოდელის პროპაგანდისტული მანქანა, მე მინდა რომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას დაუპირისპირო განსხვავებული მიდგომა დღეს, არა ისეთი როგორც იყო წინა პერიოდში. და მინდა რომ ეს მომავალი შეიძლება რაღაცა მაგალითად საარჩევნო სტრატეგია რომელიც შეიძლება იყოს საერთო მომავალში ჰიპოთეტურად იყოს იმ შემთხვევაში ასეთი როდესაც იარსებებს ერთი რეალური სტრატეგია, რეალური თანხმედრა ამ სტრატეგიაში იარსებებს რეალური შეთანხმება, რომელიც გამოცდილი იქნება დროში და სივრცეში, რომ შეგვიძლია მაგალითად ქცევის კოდექსის და გარკვეული ქცევის ნორმების დაცვა და მაშინ როდესაც აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში აღადგენს ერთმანეთში ნდობას პოლიტიკურ აქტორებს შორის და აღადგენს საზოგადოების ნდობას ასეთ პროცესებში. აი მაშინ ამაზე ლაპარაკი მე შეიძლება, მაგრამ დღეს თulit რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, უნარი და ეხა სწორია სტრატეგიულად, რომ ჩვენ წარმოვაჩინოთ დამოუკიდებლად ჩვენი პოლიტიკური რა არის თქვენი დამოუკიდებელი ბრძოლის ხაზი რაზე გადის. ან ბევრს აქვს ეს შეკითხვა, აქეთ ხარ რომ რა ხდება, ანუ საით მივდივართ ქუჩის პროცესებისკენ, ვებზადებით 2028 წლის არჩევნებისკენ. თუ არა, ქუჩას ვიზა. ქუჩა არის მთავარი სტრატეგია თუ მომზადება 2028 წლის არჩევნებისთვის თუ რა არის? ან თქვენი გზა რა არის მაშინ? ყველა ველი არის გამოსაყენებელი. ჩვენი გზა არის ის, რასაც ვხედავთ. ჩვენი გზა არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობით და საშუალებით. ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ რომელიმე ველი არსებობს. აი ამას ცალსახად ვერავინ ვერ მეტყვის, რომ არსებობს რამე ველი პოლიტიკურ სივრცეში დღეს, აი იმ წირ პოლიტიკურ სივრცეში რაშიც ვარ, რომელსაც ლელო არ იხენებს. ქუჩა არის, ქუჩას იხენებს. საარჩევნო გზა არის, რომლის გამოც შეიძლება ძალიან ბევრი დაუმსახურებელი ტალახი მიიღოს, საარჩევნო გზასაც გამოვიყენებთ. ჩემი პარტიის ორი ლიდერი არიან სისხლის სამართლის დევნის ქვეშ აბსურდული ბრალდებებით. ჩემი პარტია არის გაუქმების გზაზე დამდგარი. გაუქმებას უპირებს ქართული ოცნება. არა, მით უმეტეს არა. ყველა ველზე ვიბრძვით. იქაც სამართლებრივად, საარჩევნო გზითაც, ქუჩითაც, შინაარსობრივ ველზეც პოლიტიკური, როდესაც ლაპარაკობთ მთავარ პრობლემებზე, ფასების პრობლემაზე. ჩვენ პირადად მე და ჩვენი პარტია ლაპარაკობს რამზე ყველაზე დიდი ხანია, ალბათ პოლიტიკურ ველზე და აგერ ეს პრობლემა დაგვეწია. კორუფციაზე ვლაპარაკობთ ყველაზე დიდი ხანია და ამ პრობლემებს, ანუ ყველანაირ ხერხს, რაც პოლიტიკურ პარტიამ და პოლიტიკოსებმა უნდა გამოიყენონ, მე რა, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ შევიზღუდოთ თავი, მე არ ვიტყვი რა, არ შევიზღუდა არავითარ შემთხვევაში თავს, იმიტომ და ვიტყვი, რომ მარტო ერთი ველია ქუჩის, რომელიც არის პერსპექტიული და მეტი სხვა არაფერი. იმიტომ რომ რეალობას მინდა რომ დავინახოთ სწორად. ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ პროცესს გულშემატკივარი ვარ, ამ პროცესის ნაწილი ვარ, შაბათის მარშზე ყოველთვის იქ ვიქნები და ყველანაირად გვერდში დავდგები, ოღონდ ართული და დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში იმ ხალხს არ მინდა მოვატყო, ვისაც დიდ პატივს ვცემ და დღეს საპროტესტო ველს და კერას ინახავენ, რომ ეს არის მარტო ერთი ველი. არ არის ეს მარტო ერთი ველი. არ არის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არსებობს ელექტორატი, ხალხი, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ, რომელიც გასააქტიურებელია. დღეს ხო არ არის საუკეთესო ფორმაში, ხო? ხო ყოფილა პერიოდები, მაგალითად გაიხსენე პერიოდები ნოემბერი, დეკემბერი, როდესაც ბევრად ძლავრი იყო საპროტესტო ტალღა და მაშინ როდესაც ვამბობდით, რომ აი იყო იდეა, ხო? ლელოს იდეა მათ შორის, რომ აი ეს პარტიები, რომლებიც შევედით წესით პარლამენტის ნაწილი უნდა ვიყოთ, უფრო ფართო სპექტრი კიდე საზოგადოების, დავირაზმოთ რაღაც სახალხო სათათბირო შევქმნათ და იქ გქონდეს ეს მაშინ კატასტროფა მოხდა, ხო? რაღაცა ყველა ზოგმა იქილიკა, ზოგმა რაღაცა ხელიკრა ამ ყველაფერს, რა ვიცი, მაშინ არ იყო დღეს უკვე კანონით იგრძელება. დღეს კანონით იგრძელება ეგ ყველაფერი. ამ ველზე ეს ველი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ვიბრძოლეთ, მაგრამ პოლიტიკური ველი სადმე გაქრა, საერთაშორისო ველი სადმე გაქრა, არჩევნებს წიხლი ბოლომდე უნდა უკრათ, არ უნდა უკრათ ამ ყველაფერს. ყველა გზა უნდა გამოვიყენეთ. არა გვაქვს ფუფუნება ხალხო ამის. ხო ხედავთ რა ქვეყანაში ცხოვრობთ, ქვეყანაში სადაც 11 წლის ბავშვები უკარ მუშაკები ქუჩაში გარდატეხას პროცესში. გარდატეხას და ის რომ ჩვენ ყოველ თემაზე გამოხვალ და ბრიფინგს გამართავ, მაგალითად ყულებზე და ასე შემდეგ, გასაგებია ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, მაგრამ ამას ხო გარდატეხა არ მოაქვს. აი ხო შეხედე რატო გინდა რომ ის მითხრა რაც მე არ მithქვამს, ხო მე ხო არ მithქვამს რომ ეგ არის ის. არა
შენ ამბობ რომ მე გეუბნები ყველა ველი გამოსაკენებია ფუხუნება არა მაგრამ რომელიმე გზა დაუთმო და ველი მაგრამ ამ პროცესში რაიმე შანს გარდატეხის ხედავ თუ მივყვებით აი ყველაფრის ერთობლიობაში აი რაც ჩამოვთვალე არ ჩაკეტვაში რაღაცა ერთი კონკრეტული პოლიტიკური გზის და ყველაფრის გამოყენებაში რატო ხედავ ვიცი გზას ხედავ რომ შეიძლება კუც იქნევდეს დღეს ავტოკრატია და ყველაზე ძიმე ფაზაში ვიყოთ და ეხლა ცუდად იქცეოდეს, მაგრამ ხედავ ამაში მის სისუსტეს. აი, მათიკაშვილი ამბობს, ლელომ გაზომოს საკუთარ რეიტინგები და შეიძლება პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარჯერ არ აქვს. ერთად იქნება რომ ცალსარგენ ნულს რომ ნული დავუმატოთ არის ნულიო. რა სახელი მაგას? დავით მათიკაშვილი. ხო, დავით, უნდა გავაზომინებ, მოვიდეს და გავაზომინებ, რასაც უნდა. კარგი, მადლობა. მაგ საწოდაობას როგორ შეიძლება საერთოდ კომენტარი კითხოს ვინმე არ მესმის, მაგრამ რამს გაზომვა თუ უნდა დათო მათიკაშვილს ველოდები გავაზომინებ რეიტინგსაც და სხვა რამესაც.